უნარები ეს არის ისეთი სწავლამთელი ცხოვრების მანძილზე უნარები და კომპეტენციები, ეს მართლა ნიშნავს, რომ ადამიანი დაბადებიდან მთელი ცხოვრების მანძილზე გარკვეულ უნარებს ივითარებს. ამიტომ რეკომენდაციები შეეხება როგორც ადრეულ ბავშვობას, ადრეულ განათლებას, იგივე სკოლამდელ განათლებას, ხომ? ანუ აქედანვე უნდა დაიწყოს უკვე ამ უნარების განვითარება, ასაკის შესაბამისად ბუნებრივია. სასკოლო განათლებაში, ანუ ფორმალურ განათლებაში უნდა გავაძლიეროთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ დოკუმენტში წერილობით ეს წერია, რა თქმა უნდა, ანუ როგორც სურვილი სახელმწიფოს, რომ აი ამას უნდა მიაღწიოს, მაგრამ პრაქტიკაში გვაქვს გასაძლიერებელი ამ უნარების განვითარება. რაც იმას ნიშნავს, რომ განმანათლებლები უნდა გავაძლიეროთ, მასწავლებლები უნდა გავაძლიეროთ, აქტიურად ახალი ცოდნით, ან პრაქტიკებით, ან რესურსებით, ყველაფრით, რომ მათ მართლა შეძლონ და მოახდინონ ზემოქმედება, ისე რომ ბავშვებს განუვითარდეთ და ახალგაზრდებს ეს უნარები. ანუ ერთი არის ფორმალური განათლება, მეორე არის არაფორმალური განათლების გაძლიერება. რეგიონებში განსაკუთრებით რეგიონის ახალგაზრდებით და მოზარდებით მოკლებულები არიან მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რაც თქვა დიდი ქალაქის მაცხოვრებელ ახალგაზრდებს აქვთ არაფორმალურ განათლებაში, ამიტომ ეს კუთხე არის ძალიან გასაძლიერებელი და აქ როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაზეა საუბარი, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებზეა საუბარი, რომელსაც აქვთ საშუალებაც, უფლებაც ცხადია, რომ შესთავაზონ არაფორმალური განათლების კურსები ახალგაზრდებს. ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის ის, რომ აი ესეთ ციფრულ სამყაროში ახალგაზრდებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც ისინი თქვა დისტანციურად მიიღებენ, დისტანციურად ცოდნებს მიიღებენ და უნარებს განევითარებენ, ხო თვით სწავლას შესძლებენ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ძალიან ბევრი პლატფორმა არის მსოფლიოში ასეთი და ქართულენოვანი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ამ ახალგაზრდებისთვის. კარგია, რა თქმა უნდა, რეკომენდაციებში გვიწერია ისიც, რომ აკადემიური უნარები, ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდობის, აკადემიური ქართული თქვა უფრო გაძლიერდეს უნდა აუცილებლად და ეს გაძლიერება როგორ ხდება სათანადოდ მასწავლებლის და რესურსის მომზადებით და სისტემური ასე ვთქვათ ამ ახალგაზრდების ამ ბავშვების თუ მოზარდების სისტემური მეცადინეობით ხო სწავლასწავლების პროცესით და ასევე ვფიქრობთ ასევე ამ რეკომენდაციებში გვიწერია მენტალურ ჯანმრთელობას და ეხლა მე გამსხვილებულად ვიძახი ცხადია უფრო დეტალურად არის რეკომენდაციები ჩაშლილი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების და ცნობიერების გაზრდა და ცოდნის გავრცელება ახალგაზრდობიდანვე, ბავშვობიდანვე, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ უკეთესად ამოიცნონ თუნდაც რაღაცა ტიპის სიმპტომები, რომელიც მნიშვნელოვანია, იცოდნენ სად მიიღონ სერვისები, ან ახსნა მოუძებნონ თავიანთ მაგალითად თუნდაც ხასიათისცვლილებას, რაც ბევრ ახალგაზრდას ხშირად ახასიათებს. ამიტომ ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე ცოდნა პირველ ეტაპზე გაიზარდოს.